ავტოთ მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის შეფასებით ლარის კურსი შევა თავიდან, იმიტომ რომ არ შეჩერებულა ლარის მერტეობა, დღემდე ყოველდღე იდება ახალ ინფორმაცია ლარის კურსი დღემდე მერტეობს, ეს უკვე 2.20 საჭარბობს და როგორია თქვენი შეფასება? ბოლო ხანებში ლარის კურსი დასტაბილურდა 2.22 ირგვლივ, ახალი დროებით წონასწორობის წერტილი სწორედ 2.22-ია, ამას დაემატა ის, რომ მიმდინარე ბალანს მონაცემები გაუმჯობესდა, ეს მიგონიშნებს იქითკენ, რომ ლარის კურსის გაუარესება უახლოეს ხანებში მოსალოდნელი არ არის. ექსპორტის მოჩვენებელი გაუმჯობესდა, ეკონომიკური ზრდის მოჩვენებელი გაუმჯობესდა, გადასახადების აკრეფის მოჩვენებელი გაუმჯობესდა და უნებრივია გაუმჯობესდა მოჩვენებელი, რომელიც დაკავშირებულია უმუშევრობასთან. ინფლაციური ზეწოლა, ოდნავ ზეწოლა მოსალოდნელია, სადაც 1.8-ის ფარგლებში თებერვლის დროში იქნება ინფლაცია, მაგრამ ეს აბსოლუტურად დაბალი ნიშნულია ამ მომენტისათვის და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის კურსის შემდგომი გაუარესება ამ მომენტით მოსალოდნელი არ არის. კი ბატონო. მინდა გითხრათ ხოლო გადაცემაზე 20 საათზე ბატონობისგან განაცხადა და ახალ 15 წელიწადში საქართველოს იქნება იტალიის და ესპანეთის დონეზე ეკონომიკური განვითარების კუთხით. რამდენად რეალურია ის? ვერ გეტყვით ნამდვილად, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა ქონდა მხედველობაში, რაც ჩვენ ვნახოთ და იმიტომ რომ დღეს მთავარია ჩვენ ჩამოვაყალიბოთ სტრატეგია, საიდკენ მივდივართ, როგორ ეკონომიკას ვაშენებთ, რითი ვაშენებთ ამ ეკონომიკას და მე შეგვიძლია ამაზე დასკვნა გავაკეთოთ. გუშინ თუ ადენ ბატონო პრემიერი. დიახ, რა თქმა უნდა. ნორმალურად დადებითი იყო ყველაფერი. პირველად მე მგონი ბევრი მომენტი პირველად გაჟღერდა. პირველად მიაქციეს ეკონომიკას უფრო მეტი ყურადღება, მე ვფიქრობ, წინა პლანზე წამოიწია ეკონომიკამ გუშინ. პირველად იყო ესეთი ხანგრძლივი დროის ანალიზი და აღიარებაც იყო გულწრფელი აღიარება, რაც ვერ გაკეთდა იმისი და რაც გაკეთდა იმის ხაზგასმაც იყო ჩემს. კი ბატონო. ახალი პროგრამა შემუშავდა, თქვა ძლიერი რეგიონები ქვია და ემსახურება რეგიონების განვითარებას ეკონომიკური კუთხით. რამდენად შესაძლებელია ყველაფერი და როგორ შეიძლება როგორც ეკონომიკის ხაზგასმა რეგიონებში ძალზე მძიმე სიტუაცია, პირდაპირ გეტყვით. ძირითადი ეკონომიკური აქტივობა 80% მოდის თბილისზე და მის შემოგარენზე. სამწუხაროდ ყველა რეგიონს თავისებური სისუსტეები გააჩნია ეკონომიკის კუთხით. ძირითადად ვაჭრობას ეყრდნობა, თან ყოველდღიური მოხმარების საქონლის ვაჭრობას. არ არის რეგიონში წარმოუდგენელი დასაქმების რაღაც ხედვა, არ იყო აქამდე არანაირი ესეთი მიმართულება, რომელიც ადამიანს აფიქრებინებდა, რომ სრულყოფილად ჩართული არის ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე ეს იყო თავკომბალას პროტოტიპი, ესე თბილისი თავის ეკონომიკით და დანარჩენი საქართველო. რა თქმა უნდა, აი ამ დისპროპორციას მოუყვებოდა მთელი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ზარალი, უმუშევრობის ძირითადი მასა სწორედ იყო ამ რეგიონებში. ამას სჭირდება რევოლუციური გარდაქმნა და უნებრივია ეს ქონდა ალბათ ხედულობაში. თქვენ რეგიონში დღეს იშვიათად ფულის ნიშანს ვერ ნახავთ და ვერ იპოვეთ. ძირითადად მოსახლეობა გადაცულია ელემენტარულ საკოლმეურნეო ბაზრის ირგვლივ არის მთელი ბიზნეს ელიტა თავის მოყრილი სოფელში. თუ იქ რა თქმა უნდა ბონუსის გარეშე საწარმოები არ არის წარმოადგენილი. კი ბატონო. თქვენ როგორ კატასტროფული სიტუაცია ერთი სიტყვით რო ვთქვათ. მათ ჭირდება მხარდაჭერა და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც კი რაიონში, რომ ჩვენ რაიონი ავიყოლოთ სრულფასოვან პარტნიორად ბიზნესში. კი ბატონო. თქვენ თუ როგორც ეკონომიკის ექსპერტი კონკრეტული შევცვალოთ გითხრათ, რა უნდა გააკეთოს თავობა იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა იყოს დაძლეული. რეგიონში? რეგიონი პირველ რიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, რომ დღეს წელს ჩვენ პირველად თუ 2014 წელს ადგილობრივი არჩევნები ჩავატარეთ ახალი კანონმდებლობით. ან ახალი სტრუქტურული მიდგომები არის წინ წამოსული. ეს სტრუქტურული მიდგომები არ იქნება აბსოლუტურად გამართლული მანამ, სანამ რეგიონი არ იგრძნობს პასუხისმგებლობას შემოსავლებზე ადგილზე. სანამ რეგიონი არ იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც ის შეუძლებს. ანუ სანამ გადასახადების ნაწილი ადგილზე არ დარჩება და სანამ ასე ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული მათ შორის გამათანაბრებელ ტრანსფერზე. ან ტრანსფერების იმ სისტემაზე, რომელიც ეხლა გვაქვს საქართველოში, მანამდე რეგიონი სულ იქნება პარალიზებული როგორც ახლა არის თავკომბალას სინდრომში. იმიტომ რომ რაიონში გამგებელი და არც საკრებულო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ განვითარდეს ბიზნესი, ხელი შეუწყონ ინვესტორს. აბსოლუტურად არ არის ესეთი ნათელის ხედვა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ თვითონ. როგორც ხალხის წარმოადგენა, ამიტომ უფლებებიც უნდა გადავცეთ, დელეგირება უნდა მოხდეს და უნდა გადავცეთ, რა თქმა უნდა, მოვალეობები და მაშინ მივიღებთ სრულფასოვან თვითმმართველობას. კი ბატონო, ერთხელ ჩვენ ვხედავთ კამრების შემოჭერის პოლიტიკას ქართული ოცნებისთვიდან, მეორე მხრივ ნაცები ამობენ 2%-იანის და რაც არის თქვა წელს მოსალოდნელი
და რაც იცით რომ უნდა იყოს ეკონომიკისა ეს და ნიშნავს სრულ სიკუთის ქართული ეკონომიკისა და იგივე ჩვენ ლატვიას ნაციონალური განცხადების დავწერთ თქვა დაახლოებით 35 წელიწადში თქვა იგივე დანიას 155 მე მინდა ჩვენ გამთავისუფლდეთ განსაკუთრებით ექსპერტები გამთავისუფლდეთ რაღაც ხატოვანი სიტყვებისგან კამრების შემოჭერა ლატვიას დავეწევით და ასეთი რაღაცა ქვეყნის ეკონომიკა არის ციკლური ყველა ქვეყანაში ხან ხდება 2%-იანი ზრდაც ხან -2%-იანი ხდება ხან +10%-იანი და შემდგომ ამ ეტაპზე 2%-იანი ზრდა არის რეალისტური და საოცარი ერთ რამეს შეგახსენებ თქვენ შარშანდელ სექტემბერ-ოქტომბერს აი ამ დარბაზში როცა ბიუჯეტის პროექტი წარსდგა ჩვენ ვამბობდით ამ დარბაზში არც თქვენ ესწრებოდით თუ არა რომ ეს იყო საკმაოდ ოპტიმისტური და არ შესრულდებოდა იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო მძიმე 2015 წელს მე კარგად მახსოვს ჩვენი ჩანაწერი ჩემს ვებგვერდზე არის განთავსებული ამიტომ მაშინ პირიქით ვიძახოდით რომ მთავრობა გეგმავს ძალიან ოპტიმისტურს ეხლა კორექტირებას ვაკეთებთ აკეთებენ საავადმყოფო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ერთად ახლა ვიძახეთ რატო აკეთებენ კორექტირებას ძალიან ძნელია ალბათ ბუნებრივიცა ესე უნდა მოხდეს უნდა ვაკრიტიკოთ მთავრობა ყოველთვის რომ ის იყოს ფორმაში მაგრამ ერთი რამე აბსოლუტურად ნათელია ჯობია ვიყოთ რეალისტურები ფუჭი მოლოდინების ზედმეტი მოლოდინების გარეშე ვიდრე ზედმეტ მოლოდინში და მე ვარ ახსნა თუ რატო ვიყავით ამ მოლოდინში მე მირჩევნია ბევრად მირჩევნია რომ იმ სიტუაციაში რაშიც არის რეგიონი და მთელი აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ევროპა ვიყოთ რეალისტები რეალისტურის და ოღონდ იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადმული კიდე რომ ქვეყნის მთავრობის შენახვის ხარჯებს თქვენ ეძახით ადმინისტრების ხარჯებს ის იყოს ბევრად ნაკლები ბევრად მეტი იყოს ეკონომიკის ხარდაჭერა და ბევრად მეტი იყოს სამუშაო ადგილების შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ გავიართ პირველი მეორე და მესამე წელი ან წესი ყოფილიყო დაპირებებში 13 წელი ძალიან კარგი თქვენ როგორც ეკონომიკის შეფასებით როგორ იქნება მეოთხე წელი საქართველოში ამ პრინციპების პირობებში 2016 წელს იქნება მძიმე წელი ასევე პირველი იმის გამო რომ ეს რეცესია რომელიც თქვა რთული სიტუაცია ევროპაში არ გრძელდება და ჩვენზეც გრძელდება ის სიტუაცია რაც არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რეგიონში უკრაინაში რუსეთში აი ყველა გარე ფაქტორი და გარე გამოწვევა რომელიც დღემდე გვაგდა გვიშლის ხელს განვითარდეთ აბსოლუტურად რჩება იგივე შიდა ფაქტორში შემოწმება ერთი რამ თქვენ წარმოგიდგენიათ 2016 წელი არჩევნების წელია საკმაოდ დიდი ზეგავლენა ამას ეკონომიკის განვითარებაზე ერთი მხრივ იმიტომ რომ ინვესტორები ყოველთვის რთულად უყურებენ არჩევანის გაკეთების მომენტს და მეორე საკმაოდ მნიშვნელოვანია თვითონ უფრო ისეთი პოპულისტი ხდება მთელი საზოგადოება აჭერის არჩევნების მთავრობაც იმიტომ რომ არჩევნებია და უნდა გადაწყდეს არჩევნების მას თავის კანონები აქვს და არჩევნების წელიწადს კიდე თავისი მოთხოვნები და გამოწვევები აქვს საწარმოების ინფორმაცია მე მაგ ძალიან ბევრი თუ გნებავთ მე შემიძლია მეც წავეყვეთ ვიცნობ ბევრ მათგანს კონსალტინგს უკეთებთ ბევრი საწარმო გაკეთდა სოფლის მეურნეობაში სათბურების სახით სათევზეების სახით ახალი მეურნეობების ახალი კულტურების სახით საკმაოდ მნიშვნელოვანი გაკეთდა ღვინის მრეწველობაში რამოდენიმე ახალი საწარმო ვიცი გადამუშავებელ მრეწველობაში წვანელების გადამუშავებელ მრეწველობაშიც კი ეგეთ დარგიც კი შეიქმნა ახალი კურორტებში გაკეთდა ძალიან ბევრი სასტუმრო და ტურიზმის კუთხით გადასამუშავებელი მეურნეობის კუთხით ჭანჭიკების ქარხანა გაკეთდა რამდენიმე და ასე შემდეგ მე შემიძლია არ ვიცი გუშინ რაზე იყო ლაპარაკი მაგრამ საწარმოები რომელიც დღეს იქნება გუშინ შეიქმნა 2013-ში 12-ში და იქნებოდა 2015-ის პირველ ორთოში მე შემიძლია განახოთ ეს და ეს არ არის საკმარისი იქნებოდა რა თქმა უნდა ბევრი რომელიც არ იყო დახასიათებული ისინიც იქნებოდა საშენ-მასალებში რამოდენიმე საწარმო შეიქმნა რამოდენიმე კერძო რაც კერძოზე გელაპარაკეთ შესანახი მეურნეობაზე დავარგ მაცივრების შესანახი მეურნეობაზე ძალიან ბევრი ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია საზოგადოება უნდა გაიგოს სამწუხაროდ ძალიან რა ეს ინფორმაცია არ არის მე ფიქრობ რა ეს არის ვაკუუმი რომელიც უნდა შეავსოს ჟურნალისტიკამ ჩემი თამოდობით არ ამგონია მთავრობამ ახლა უნდა ატაროს ჟურნალისტები ამა თუ იმ საწარმოში არ ფიქრობ რომ ეს მთავრობის საქმეა მე მგონია რომ მთავრობას იმდენად ბევრია გასაკეთებელი თავის საქმე აკეთოს ჯობია ვიდრე პიარით იყოს დაკავებული და ატაროს საწარმოებში ხალხი ვერ გეტყვი ძალიან სამწუხაროა ალბათ რახან ხშირად მუსირებს და ხშირად ძალოვნები ამას აფიქსირებენ ეთქო მუშაობაც მიდის მაგრამ ზეწოლა ძალიან ბევრი
რთული მომენტებია, რახან ამდენი გამოვლინება იქ ძიმე სურათია და ვერ გეტყვი, კომენტარი ზედმეტია. კორუფცია მსოფლიო სცენია, ბუნებრივია მე ვფიქრობ, ყველა ქვეყანაში გარკვეულ დოზით იქნება, მაგრამ საქართველოში მეტნაკლებად, იმიტომ რომ მე ასე ვფიქრობ, თუ ესე ხშირ-ხშირად დავლენენ, ის იგი საკმაოდ ისეთი გეთანხმებით. არც ელიტარული გვინდა კორუფცია და არც არაელიტარული. აბსოლუტურად მე ვფიქრობ, იმიტომ არის სწორედ. ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი, მარტი-აპრილის თუ გარწმუნებთ, რომ ყველა ის მაჩვენებელი, რასაც მოაქვს საავტო ნაკადები, აბსოლუტურად ჯერჯერობით გამოკეთების გზაზე დგას. ეს ნიშნავს, რომ ლარი საკმაოდ ძლიერი მყარი ზურგის მოპოვებას ცდილობს. თუ ზურგი გაგრძელდება, რომ იყოს მყარი 2000 ეს მეორე ნაწილია, რამდენად უკუზე მოქმედებას გააკეთებს ეს. უკუზე მოქმედება იმპორტი შემცირდება, ყველაზე დიდი რაც მოხდება ახლა იმის გამო რომ თქვენ რო ძანეთ გაიზარდა ძალიან დავარდა ეს კურსი და გაიზარდა ეს სხვაობა ძველ და ახალ ნიშნებს შორის მოხდება იმპორტის შემცირება. იმპორტის შემცირება როგორც კი მოხდება დოლარზე მოთხოვნა შემცირდება და ავტომატურად კურსი დასტაბილურდება. ამიტომ თუ იმიტომ კი არა რომ კაი ეკონომიკა უდგას უკან. არაფერს.